მოსკოვის ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საბჭოთა კავშირისა და უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი უნგრელების გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ვარშავის ბლოკის ფეხბურთელების ძმური თამაშიდან ზუსტად ერთ თვეში კომუნისტურ უნგრეთში სტალინური რეჟიმისგან უკვე დაღლილმა უნგრელებმა კომუნისტებს შორის შიდა პარტიული დაპირისპირება სახალხო აჯანყებაში გადაზარდეს. უსაფრთხოების ძალებსა და აჯანყებულებს შორის შეერეღებული დაპირისპირება თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა. რამდენიმე დღეში უნგრელებმა მოახერხეს კოალიციური მთავრობა შექმნეს, ქვეყანაში მრავალპარტიულობა აღადგინეს. ვარშავის ხელშეკრულების წევრ ქვეყანაში, რომელსაც მოსკოვი აკონტროლებდა, კრემლისთვის წარმოუდგენელი რამ მოხდა. აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის პოლიტიკის მარცხის საბჭოთა იმპერიის ევროპულ მარცხს მოასწავებდა. ხრუშოვი ეგუებოდა მარცხს. საბჭოთა ჯარებმა ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეს. მეტიც მოსკოვი თითქოს დათანხმდა უნგრეთიდან ჯარების გაყვანას. უნგრეთმა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაც კი დატოვა. უნგრეთის ისტორიის ამ მონაკვეთის დეტალებით აღარ დაგღლით. უბრალოდ ეს ამბავი შესავალისთვის იმიტომ გამოვიყენე, რომ 1956 წლის შემოდგომის მოვლენები ალბათ ასეთი აქტიური უნგრელი ხალხისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ერთ კვირაში უნგრეთში არჩევნებია, არასოდეს ყოფილა. გაივლის წლები და ახალგაზრდა პოლიტიკოსის ვიქტორ ორბანის პოლიტიკაში მოსვლის გზაზე ანტისაბჭოთა ხაზი ერთ-ერთი მთავარი იქნება, მაგრამ მერე როგორც ხდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისტორიის გადაწერა და საკუთარი რეალობის შექმნა. ხომ არაფერი გეცნოთ? კი, ვიცი რომ გეცნოთ. ანტისაბჭოთა დემოკრატიულმა რევოლუციამ 2 კვირა იარსება. 1956 წლის 3-4 ნოემბრის ღამეს მოსკოვმა უნგრეთში ჯარები შეიყვანა. საბჭოთა სალდატებმა უნგრული რევოლუცია ჩაახშეს. სულ მცირე 2500 ადამიანზე მეტი ბუდაპეშტის ქუჩებში დახურდეს. უნგრეთში საბჭოთა დიქტატურა დამყარდა. წელს შემოდგომაზე ამ ამბებიდან 70 წელი შესრულდება. დღეს უნგრეთი ნატოს და ევროკავშირის წევრია, თუმცა მას აგერ უკვე 16 წელია მართავს ადამიანი, რომლის მოღვაწეობის შეფასებისას შეიძლება მარტივად თქვა, რომ ის ევროპაში პუტინის ტროას ცხენი და ქაოსის აგენტია, მაგრამ მას მოსკოვში მისკში და აქ ბიზნეს საპუტინოში ან გრუზიაში სუვერენიტეტის დამცველად მოიხსენიებენ. აქაც ხომ არ გეცნოთ რამე, ვინმე ადგილობრივი ხომ არ გაგახსენდათ, ორ ფეხზე რო დგას ამაყაც და სუვერენიტეტს რო იცავს. კი, გაგახსენდათ ივანიშვილი და მისი მოლაპარაკე თავები. კი, გამოიცანით. სუვერენიტეტის დაცვა ტერმინი თავის არსით რუსულია, რადგან ის სახელმწიფოს დაცვას კი არა, სახელმწიფოს და ხელისუფლების მიმტაცებლის სუვერენობის დაცვას და მუდმივობას გულისხმობს. ზუსტად ერთ კვირაში 12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ორბანის 16 წლიანი მმართველობა ოპოზიციურმა ტისამ და მისმა ლიდერმა მადიერმა დაასრულოს. ჭარბდობა დაკარგული, როგორი ნაცნობი სიტყვა ივანიშვილის გრუზინული რეალობიდან ჭარბინდობა. ორბანს არ უწვალია მის მაგივრად კრემლის პოლიტექნოლოგებმა იმუშავეს და გრუზიას პროექტი ომი თუ მშვიდობა შესთავაზეს. ორბანმა ისევე როგორც ივანიშვილის სინდიკატმა კოლექტიური დასავლეთი და უკრაინა მტრებად გამოაცხადა. ქაოსის აგენტი ორბანი გახურდა და ბოლოს თქვა, რომ უნგრეთი არ გახდება უკრაინის კოლონია. სიგიჟე იქამდე მივიდა, რომ უნგრეთის ქალაქების ქუჩები ზელენსკის ფოტოებით არის მოფენილი, მაგრამ როგორც ჩანს, რუსული გაიდლაინი სათანადოდ ვერ მუშაობს და მოსკოვმა სტრატეგებმა სკივრიდან ძველი მეთოდი ამოიღეს. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, დაბალი რეიტინგის გამო რუსული დაზორვა ორბანზე თავდასხმის ინსცენირების იდეით გამოვიდა. გამოცემის მიერ მოყვებული დოკუმენტების თანახმად, ამ გზით მოსკოვს სურდა საარჩევნო კამპანიის მთლიანი პარადიგმა ფუნდამენტურად შეეცვალა. უნებურად რუსეთის საგარეო დაზვერვის პუტინის საყვარელი ესვეერის ამ გეგმაზე 2024 წლის 23 მაისის მოქმედი ირაკლის მიერ Facebook-ში გამოქვეყნებული განცხადება გამახსენდა. მაშინ კობახიძე წერდა, რომ მას ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა. ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად იყავითო. მოგვიანებით რა თქმა უნდა გაიგო, რომ ოცნების პიარშიკება ამ შემთხვევაში რუსულად უფრო კარგად ჟღერს, რუსულ კანონზე ოლივერ ვარჰეისთან სატელეფონო საუბარის კონტექსტი დაამახინჯეს. რაც შეეხება ორბანის გზაზე დამდგარ, რუსული ქაოსის აგენტობის სტატუსისთვის მებრძოლ სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს, მას 2024 წლის 15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში ერთ-ერთ სოფელში ხალხთან შეხულდრისას ესწროლეს, დაჭრეს. პრემიერი გადარჩა, ის ახლა ჯანმრთელად არის.
ვიცით შევეშვათ ისიც ეყოფა მიზეზთა გამო ორბელიანი სასახლის ბინადარი რომ ყავდა სტუმრად მე რომ არ შეხვედრია ალბათ დრო არ ქონდა თორემ სლოვაკეთი ხომ ბრძოლობს სუვერენიტეტისთვის ბრძოლობს მე არ მithქვამს ორბელიანი სასახლის ბინადარმა თქვა ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის ცივილიზაციური დიალოგი და აზიის და ევროპის დაკავშირებადობის ასე ვთქვათ კიდე ფართო სპექტრის რომ მოვიცვათ ფართო სპექტრი სხვადასხვა ქვეყნები ამიტომ ჩვენ ძალიან თანმიმდევრული გონიერი ყოველთვის აღნიშნავთ პრაგმატული პოლიტიკა და ძალიან კარგად ესმის იმ ქვეყნებს და სლოვაკეთი სწორედ ასეთი ქვეყანაა პატარა ქვეყანა რომელიც მუდმივად ბრძოლობს თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის და ეროვნული ინტერესისთვის სწორედ ამაშია ჩვენი თანხმედრა კარგით ორბელიანის სასახლის ბინადარს გავეშვათ არაფერს ვერ ამტკიცებ უბრალოდ კითხვა მაქვს ეს სიგიჟე რომ კობახიძეს ემუქრებოდნენ ხომ არ გავს რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ მოგონილ გეგმას ორბანის გადასარჩენად უბრალოდ ვიკითხე სხვა არაფერი სირიის, ვენესუელას, ირანის და მალე კუბის დაკარგვის შემდეგ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ კრემლის დიქტატორმა ახლა შუა ევროპაში უნგრეთი დაკარგოს. ის უნგრეთი, რომელიც მოსკოვმა 70 წლის წინ ტანკებით დაიპყრო და ახლა ორბანის სახით აქვს ოკუპირებული. აქაც ხომ არაფერი გესნოთ, რაც ტანკებით ვერა, რბილი ძალით. 31 მარტს და ამ თარიღს ქართულ დიალოგის ისტორიულ წრილში აუცილებლად მიუბრუნდები უნგრელმა ჟურნალისტმა საბოლ ჩპანიმ რუსეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. 2024 წლის 30 აგვისტოს ლავრმა სიარტოს დაურეკა და თხოვა. ლობირება გაეწია ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის დის გულბახორ ისმაილოვას ევროკავშირის სანქციების სიგარ ამოღებაში. საქმეში სლოვაკეთიც იყო ჩართული. I am calling on the request of Alisher and he just asked me to remind you that you were doing something about his sister. Mrs. Ismailova. Yes. საუბრიდან 7 თვის შემდეგ ევროკავშირმა ისმაილოვას სანქციები მოუხსნა. მიზეზი კი მარტივად უნგრული შანტაჟი იყო. ორბანი იმუქრებოდა, რომ ვეტოს დაადებდა რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების გაგრძელებას. ოლიგარქ უსმანოვის დისიდან ამოღების მნიშვნელობას კრემლისთვის ალბათ მიხვდით. სცენარის მიხედვით შანტაჟის შედეგი სანქციების გაგრძელების ჩავარდნაზე დიდი იყო. სიარტო რუსეთის მეგობრობის ორდენის კავალერია. თულა აღარ აქვს უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის შემდეგ რამდენჯერ იყო ის მოსკოვში, ისევ როგორც მინსკში და აქ ივანიშვილის მთავრობასთან შესახვედრად ჩასულ ჩამოსული. სათვალავი ამიერე რამდენჯერ იყვნენ ბუდაპეშტში ჯერ წინა ირაკლი ეს მოქმედი და საგარეო საქმეთა მინისტრებად წოდებულები, ვითომ პარლამენტის ვითომ წევრები. მერი კალაძემ 20%-იანმა გრადანაჩალიკმაც კი, რომელიც არაფერზეა პასუხისმგებელი, მოასწრო ბუდაპეშტში ჩასვლა და ფოტოების გადაღება. შეგახსენებთ მერის ბუდაპეშტში გასეირნება დიდ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობად გასახდა. რეალობა კი ის იყო, რომ მერი რაღაც სამთავრობო ორგანიზაციის შეკრებაზე იმყოფებოდა. ბუდაპეშტის მერსაც კი არ შეხვდა. ანუ როგორ ორბანის ოპოზიცია. სამეგრელოდ ლავროვის მალჩიკ ნაპაბეგუშკას შეხვდა. კარწიკისთვის და ბიჭებმა ცოტა იხუმრეს კიდევაც. მე პირადად ვთხოვე კალაძეს თუ მას აქვს დრო, რომ ლექციები წაუგიხოს ბუდაპეშტის მერს. პირდაპირ ძალიან კარგ რჩევებს მისცემ და მას თუ როგორ უნდა მართო დედაქალაქი. 20%-იან მერი კალაძეს თავისი არ ეყოფა, მაგრამ დღეს ეყოს. სატელეფონო საუბარს მიუბრუნდეთ და ქართულენოვანი რუსული პროპაგანდის მაყურებელს მინდა ვკითხო. ამ ამბის შესახებ სადმე რამე მოისმინთ და ნახეთ? არა? უი, რატომ? პროპაგანდა არ აშუქებს სკანდალებს? გამახსენდა, ორბანი ხომ თქვენი კანტორის მეგობარია. მეგობარი, ვიცი, ცოტა ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდა. უბრალოდ ასე დაალაგა იმან, ვინც დაალაგა რომ სიარტოს მოსკოვი მის კი თბილისში შორის ეფრინა. მეც აღარ ჩავაანალიზებ, თავს თუ არ გამოიშტერებთ, ყველაფერი გასაგებია. ივანიშვილის პროპაგანდის მიერ ლავროვისა და მისი ხელის ბიჭის სატელეფონო საუბარი ყველაფერთან ერთად საინტერესოა ალიშერ უსმანოვით. არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ უსმანოვს ახლა ივანიშვილთან მეგობრობა აკავშირებს, თუმცა თავის დროზე მას მეტალო ინვესტი მიყიდა. ის კრემლის ოლიგარქების იმ სიაშია, სადაც ბორიკა რადნოვის მეგობარი ევტუშენკოვია და ასევე ამ სიაშია საქართველოში ხობლის ბიზნესით გაინტერესებული ალი უზდენოვი. აი მაშინ მოქმედი ირაკლის რომ შეხვდა. კარგი, რომ არ დაგაბლიოთ და ზედმეტი რომ არ ეძებეთ, ალიშერ უსმანოვს აქვს შეხება ივანიშვილთან, კონკრეტულად კი მის ბიზნეს პარტნიორთან. პროპაგანდისტული არხი სანქციების შიშით ვითომ რო გაყიდა, აი იმასთან, ირაკ რუხაძესთან, ლიბერტი ბანკთან. გაირკვა, რომ პუტინის საყვარელი ოლიგარქი, რომელიც რა თქმა უნდა სანქცირებულია,
ლიბერტის და ეროვნულ ბანკს 5 მილიონს ედავება. ეს 5 მილიონი მეტალოინვესტმა სანქციებამდე ლიბერტიში განათავსა, მაგრამ უსმანოვმა უკან ვეღარ დაებრუნა. ლიბერტიმ ტრანზაქცია არ განახორციელა. საქმე თუ არ ვწდები, დღემდე სასამართლოშია. ახლა ერთი კითხვა, თქვენი აზრით ამდენი დამთხევა მოსულა? უსმანოვი, ბონი კარადნოი, ოლიგარქები, ბუდაპეშტის სეინობა, სიარტო, ორბანი, ლავროვი, პუტინი და რაც მთავარია, მათ ერთი მთავარი ამბავი აერთიანებთ: სუვერენიტეტის დაცვა მთავარი პოსტულატით. პუტინის გარეშე რუსეთი არ იქნება, ორბანი უნგრეთია. ივანიშვილმა საქართველო გადაარჩინა. ხო მართლა, სუვერენიტეტის დაცვაზე გამახსენდა 31 მარტს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლის იუბილე გვაღიარეთ თორემ დაგვიჭერენ, რომ ამათმა სადმე ოფიციალურად აღნიშნეს. ისტორიული ბიულეტენის ბანერი სადმე გამოკიდეს. მოქმედი ტროლი, მოქმედი ირაკლი 20%-იანი მერი ორბელიანის სასახლის ბინადარი პირველი პრეზიდენტის საფლავზე იმყოფებოდნენ. ალბათ არ ეცალათ. სამაგიეროდ Facebook-ში დიდი ალბათობით სხვისი დაწერილი გულის სამაჩუყებელი პოსტები ხომ გამოაქვეყნეს. თუმცა მე პირადად ასე მგონია, რომ 17 მარტს ცოცხალი ტროლი ვითომ მუშაობის შედეგებს რომ აჯამებდა, ყველაფერი მკაფიოდ თქვა იმ დარბაზში, სადაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სწორედ იმ რეფერენდუმის შეხედების მიხედვით. იმ პარლამენტში, რომლის თავმჯდომარე ზურა იყო ჟვანია, ვითომ ტროლი იდგა და წუთში გადახაზა 35 წლიანი ისტორია დამოუკიდებლობის და ევროპაში დაბრუნების ეროვნული იდეა. ლოზუნგი მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი თავისი დროის პირმშო იყო. როდესაც რკინის ფარდის წყალობით საქართველოსა და ევროპას შორის გაჩნდა ისეთი გეოპოლიტიკური, ინსტიტუციური და ეკონომიკური ნაპრალი, რომ ამ ორი ცნების დასაკავშირებლად მაშასა და მე თითქოს აუცილებელი გახდა. დღეს ქართველების ევროპელობას მაშასა და მე აღარ სჭირდება. მაგრამ რუსთაველის ვანომერში მდებარე შენობას დიდი ხანია კავშირი არ აქვს ხალხთან, ეროვნულ იდეასთან. იქ გავრილოვის სკამი დგას. იქ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სუვერენიტეტი ბოლომდე დავკარგოთ. ეს ის შენობა, რომლის წინ დგომისთვის ივანიშვილის მილიცია მოქალაქეებს აპატიმებს და კლანის სასამართლოს ციხეში უშვებს. ეს ის შენობა, რომლის წინაც დიდი ალბათობით ივანიშვილის გომელაურმა და ხარებამ მშვიდობიან მომიტინგების წინამდე ქიმიური იარაღი გამოიყენეს და დაარბიეს. ეს ის შენობა, რომლის წინაც ივანიშვილმა ღიად მოყვა აპრილის თეზისებში, რომ ქართველი არის საუკუნოვან იდეას რუსკი მირის ჯობია. ხო, კიდევ ეს ის შენობა, სადაც პუტინის მოლდავური ქაოსის აგენტი დოდონი იმყოფებოდა, ღიად პრორუსი, მოსკოვის ხშირი სტუმარი და თუ ჩემი მონიტორინგი არ ცდება, ეს დოდონი პროპაგანდის ინტერესის მიღმა დარჩა. აქაც დავსვა კითხვა. ეს ის შენობა, სადაც კრასატულია ბიჭმა ზარქუამ თავისუფლება მისცა, ეთქვა, რომ ტრამპის მახვილი დაეწეოდა ყველას, ვინც მათთან არ არის. ვის სად რა დაეწია, ნახეთ. ეს ის შენობა, სადაც 1000-ჯერ თქვეს ივანიშვილის კანტორის ბიჭებმა და გოგოებმა, რომ ყველაფერი ბაიდენის ბრალი იყო და ტრამპთან გადატვირთავდნენ. რაც არ იტვირთება, მაგრამ შემორჩენილი მომხრეები ხო უნდა გაამხნევოდა მარკო რუბიოსთან სატელეფონო ზარის შინაარსის გააყალბეს. და ისევ კითხვა, შეერთებულ შტატებს რომ ამათთან და არა საქართველოსთან გადატვირთვან დომოდა, თქვენი აზრით მოახერხებდა თუ არა ვიცე-პრეზიდენტი მესი ერევანსა და ბაქოს შემდეგ თბილისში ჩამოსვლას. სასწრაფოდ მიშკა მაგაზე რა ხდება? განათლებაში ხელოვნური ინტელექტის როლზე მელანია ტრამპის სამიძე. ქალბატონი ბაგრატიონის წასვლა რომ ჯერ პროპაგანდის ექსკლუზივი იყო და მერე ერთკვირიანი ლამის უწყვეტი ეთერი დიდ გარღვევად რომ გაასაღეთ, მაგაზე რა ხდება? გარღვიეთ? როდის დარეკავს რომ რამე ხომ არ დააბარეს ქალბატონ თამარს მეუღლესთან და ქალბატონი ბაიაკუციანი რას შვება? განათლების დეფორმის სამინისტროში მოადგილე რომ ყოფილა. იმედია შოპინგი მოასწრო და ამ ვიზიტამდე საქართველოს მოქალაქეებმა შეერთებული შტატების ვიზის მიღების შანსი ფაქტობრივად რომ დაკარგეს 10 წელიანზე და 15000 ლარიან გირაოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ეს ის გარღვევაა? რუბიოს ზარის მერე ირანის ელჩმა მსუბუქად რომ თქვათ, მუქარი შემსვლელი განცხადება რომ გააკეთა და მერე თავისი სურვილით ბოჭორის შეხვდა, მაგაზე რა ისმის? რა გარკვიეთ, რატომ შეიცავდა მისი განცხადებები მუქარას და
უკავშირდებოდა თუ არა ის რუბიოს ზარს. რამე ხომ არ იცოდა ამ სატელეფონო ზარის შინაარსზე ირანის ელჩმა? თუ იცოდა, საიდან იცოდა? მოქმედ ირაკლის ხომ არ უსმენს ვინმე და ის ვინმე ხომ არ არის რუსეთის ან თუნდაც ირანის სპეცსამსახურები თუ თავად დაწვდის. და ახლა რომ ვიკითხო ამ ზარის მერე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის თბილისის აეროპორტში დაშვება ირანს ხომ არ უკავშირდება თქო შეიძლება? რამე მეორე ან მესამე ფრონტს ხომ არ ხსნის ივანიშვილი იმისთვის რომ წინა ადმინისტრაციის დროს მისთვის დაწესებული სანქციები ამ ადმინისტრაციამ რომ გააგრძელა მოხსნას. რამეს ხომ არ ვაჭრობთ, მაგრამ რომ არავინ გევაჭრებათ. მაგრამ ტყუილი დაჭირდა და პროპაგანდის ქოცურ კალენდარზე აპრილიც მოინიშნა. ჯერ მერიკალაძეს ვითომ წამოწდა აპრილში შეხვედრები იქნებოდა და მე რა თქმა უნდა ცოცხალმა ტროლმა სხაპასხუპით გაიმეორა. ამ საუბრის შედეგად მათ შორის იქნება უკვე შემდეგი ნაბიჯები ურთიერთობების გადატვირთვისგან მიმართული. და აპრილის მერე რა ხდება? აქ გრუზიაში დიდი არაფერი, აი ერევანში კი 4-5 მაისს სომხეთ ევროკავშირის პირველი სამიტი ჩატარდება. სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გრძელ გზაზე კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგავს. სახელმწიფოს და არა ერთი პირის სუვერენიტეტს კიდევ უფრო განამტკიცებს. სამიტამდე ერთ თვით ადრე კი ფაშინმა მოსკოვში პუტინს განუცხადა, რომ სომხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეძლებათ, რომლებიც მხოლოდ სომხეთის პასპორტს ფლობენ და რომ კონსტიტუციის მიხედვით რუსეთის პასპორტის მქონე პირი ვერ იქნება ვერც დეპუტატობის და ვერც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. დიპლომატიური საუბარი რომ არ ყოფილიყო, ფაშინიანი პუტინს ეთყოდა. თქვენ სხვის ჩვენ შინაურ საქმეებში ნუყოფთო. რაც შეეხება კრემლის დიქტატორის მუქარას, რომ ედრულად ევროკავშირის და საბაჟოს წევრი ვერ იქნებით იაფად გაძლევთო და ასე შემდეგ, არ ჭირდება დიდი ანალიტიკოსობა. ბოლოს ფინალი ასეთი იქნება. ექსაბაჟო კავშირი თქვენთვის გქონდეთო. ზემოთ გითხარით, რომ ივანიშვილი და ორბანი საკუთარ ამორჩევლებს ომით და მოგონილი მტრებით აშინებს. აი, ფაშინიანი კი საკუთარ მოქალაქეებს სიმართლეს ეუბნება, რომ ზაფხულის არჩევნებზე თუ შემთხვევით პრორუსები ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, მაშინ სომხეთის რეალურ მშვიდობას და განვითარებას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, რადგან დღეს მსოფლიოში ერთი ომის პარტია არსებობს და ამ ომის პარტიას პუტინი ტერორისტული რუსეთი ქვია. ისე კი ახლა გამახსენდა პროპაგანდის მაყურებელმა თუ იცის, რომ ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით წლების განმავლობაში ორბანის მთავრობის წარმომადგენლები ევროკავშირის ხდომების შესახებ რუსეთს ინფორმაციას აწვდნენ და აქაც ლავროვის ხელის ბიჭი და ამათი ბოჭორიშვილის მეგობარი საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო. რუსეთის ინფორმირებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო ევროკავშირმა შეზღუდა უნგრეთის მიმართულებით კონფიდენციალური მასალების ნაკადი. გაერთიანების ლიდერები კი მცირე ჯგუფებად იკრიბებიან. ქაოსის აგენტმა და პუტინის ტრუას ცხენმა ფუნქცია დაკარგა. პროპაგანდამ შესაძლოა უნგრეთის საშინაო საქმეებში ჩარევად ჩამითვალოს, მაგრამ იმედი მაქვს 12 აპრილის არჩევნებზე ორბანი დამარცხდება და მოსკოვი შუაგულ ევროპაში ქაოსის აგენტს და ტრუას ცხენს დაკარგავს. შესაბამისად, მოსკოვი, მინსკი, უნგრეთი, თბილისი ჯაჭვს ერთი მნიშვნელოვანი რგოლი ჩაეხსნება და შემდეგი გაჩერება გამოიცანით ვინ მინდა რომ იყოს. დღეისათვის სულ ეს იყო და ბოლოს რა თქმა უნდა ტრადიციულად ან ჩვენ ან ის თუ ის მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.